მოგესალმებით. განვაგრძოთ ჩვენი საუბრები ხატწერის შესახებ. დღეს საუბარი გვექნება ისევ იმ სასუფეულისეულ რეალობის გადმოცემის სხვადასხვა ხერხებზე, რომელიც არსებობს ხატწერაში. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ხატზე გამოსახულია არა ამასოფლისეული, მარადიული, სასუფეულისეული, სულიერი სამყარო და ხატწერაში არის რაღაც გარკვეული ხერხები, მივმართავთ ხერხებს, მეთოდებს, სხვადასხვა იგაურ დამოკიდებულებებს, სიმბოლურ სახეებს, რომ ჩვენ როგორღაც შევძლოთ აი ამ სულიერი სამყაროს ასახვა მატერიალური ხერხებით. აი ეს ფორმულა, როგორ შეიძლება აი ამ სამყაროს გადმოცემა ხილული სამყაროში, მატერიალურ სამყაროში არსებული მეთოდებით, ფაქტიურად მოცემულია ორნამენტში, რომელსაც უხვად ვიყენებთ ხატწერაში. ორნამენტში ფაქტიურად აი ჩადებულია მთელი ის სწავლება, რომელიცაც ეფუძნება და ეს მცირედი მერე ხდება ამ მცირედის განზოგადება უფრო მნიშვნელოვან დეტალებზე. ნებისმიერი ორნამენტი, როდესაც ეს არის სცენარეული ორნამენტი, ფაქტიურად სიმბოლოა სასუფევლისა, რადგან ის არის სადაც არის მარადიული დაუჭნობელი, ესეთი ადგილი მწვანილოვანი, ხო, სადაც მართალნი განისვენებენ. აი ჩვენ რო შევადაროთ რეალობაში, როგორ შეიძლება დაიხატოს, თქვათ, ყურძენი, როგორი არის რეალობაში ყურძენი, ეხლა ესეთი ხედავთ ეკრანზე. როდესაც იხატება, მხატვარი მაქსიმალურად ცდილობს რეალურად გადმოსცეს აი ამ მტევნის აღნაგობა, მისი მოცულობითი ფორმა, მისი ფაქტურა და ეხლა როგორ ხდება ამის ასახვა ხატწერაში. იმიტომ რომ ხატზე უკვე გამოსახულია არა ეს რეალური ყურძენი, ისეთი ამქვეყნიური ხილი, არამედ ეს არის უკვე სასუფევლისეული ნაყოფი. ამიტომ იქ არის ეს გავს და არც გავს. აი შენარჩუნებულია ის თვისება მისი ვაზის, რომ ეს არის ხვეული მცენარე. ამიტომ აი ამისი ასახვა ხდება ხოლმე ესე ორნამენტებში და გარდა ამისა შენარჩუნებულია თვითონ ეს წყობა, მისი გარკვეული მტევნების, მაგრამ მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს ყოველი ორნამენტი არის ძალიან კანონზომიერი და არის გეომეტრიზირებული. ხა რატო უნდა იყოს გეომეტრიზირებული და რაც ნიშნავს ეს? ანუ გეომეტრიზირებულობა თითოეული ორნამენტის მიანიშნებს სწორედ იმ კანონზომიერებაზე, იმ საიდუმლო მოწყობილ, ესე უფლის მიერ აწყობილ, საიდუმლოდ კანონებს დამორჩილებულ სამყაროზე, რომელიც უფალმა შექმნა. და ის, რომ ეს ბოლომდე არ გავს რეალურ ნაყოფს, უკვე მანიშნებელია ის, რომ ეს არ არის ამქვეყნიური, არამედ არის უკვე სხვა რეალობაში, უნივთო და არამატერიალური ნაყოფი. და უკვე სხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს. აი ეს დამოკიდებულება ფაქტიურად, რა პრინციპითაც გამოისახება ორნამენტი, ფაქტიურად ასახულია მთლიანად ხატწერაში და ამავე პრინციპით ხდება უკვე წმინდანთა გამოსახულების გამოსახულება. აი ჩვენ რო ავიღოთ წმინდა გიორგის გამოსახულება, რომელიც ყოველთვის ძალიან ახლობელი და ცნობილია, მას აქვს ისეთი ყოველთვის ცნობილი იკონოგრაფია, ეს არის სამხედრო აღჭურვილი ჭაბუკი, რომელსაც აქვს ისეთი ხუჭუჭი თმა და გაპარსულია სიმბოლოდ ნიშნათისური ჭაბუკია და ასევე იყო ეს ტრადიცია იყო რომაული ყოფის, დასავლური ყოფის ეს ჯარისკაცების ესეთი პირგაპარსულობა და ეს ფორმა, თავის ფორმა, ეხლა რო ვხედავთ, აი ხატზე არის გამოსახული წმინდა დიმიტრისთან ერთად. და რითი განსხვავდება წმინდა გიორგის იკონოგრაფიული ტიპი წმინდა დიმიტრისაგან? აი წმინდა გიორგის აქვს ესეთი მრგვალად შემოტარებული ესეთი
თმა, ხუჭუჭა თმა, რომელიც შიგნით მოაქცევს ხოლმე ყურებს და დიმიტრის მისგან განსხვავებით აქვს ის, რომ ეს ყური ზოგჯერ გაყოფს ამ თმას და ყურის ქვემოთ გრძელდება თმა, ან ყურის ზემოთ თავდება. ეს თითქოს ესეთი უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ეს ძალიან ცნობადობას იწვევს და როგორც კი შევხედავთ ხაც, მაშინ ვხვდებით, რომ ეს დიმიტრია თქვათ და არა წმინდა გიორგი. და აი რატომ ხდება ეს? აი რატომ არის რომ უნდა გავდეს წმინდანს და თან არ უნდა გავდეს? ხო, დიონისე არეოპაგელია. არეოპაგელს აქვს ესეთი განმარტება ხატისა, რომ ხატზე გამოსახული წმინდანები კიდეც გვანან და კიდეც არ გვანან. გვანან იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი არის ინდივიდუალური, განუმეორებელი და ამ თავის ინდივიდუალობას ყოველი ადამიანი ინარჩუნებს ამ ქვეყნად გასვლის შემდეგაც. სული ინარჩუნებს აი ამ ინდივიდუალობას ღვთის წინაშე და არ ხდება მისი პიროვნების გაქრობა და განქარვება, როგორც ეს არის ზოგიერთ აღმოსავლურ რელიგიაში, რომ შერწყმა ხდება ბოლომდე და პიროვნული არ რჩება. და ამიტომ უნდა იყოს აუცილებლად ეს პიროვნული რაღაცა განსხვავება, რითიც ჩვენ ცნობთ გიორგის, მაგრამ ამავე დროს ის არის განზოგადებული, იმიტომ რომ ეს არ არის ის ხორციელი ადამიანი, თავისი ამქვეყნიური წარმავალი, თავის ემოციებით, რომელთაც ის ცხოვრობდა ამ ქვეყანაში, არამედ ის უკვე არის გასული ამ ქვეყნიდან, უკვე მარადიულობის მყოფია და სასუფეველში მკვიდრია. აი სწორედ აი ესეთი ხერხებით ხდება ხატში კონკრეტულობა და განზოგადება. ხატში თავისი დატვირთვა აქვს აი თითოეულ დეტალს. იქნება განსაკუთრებით ეს, როდესაც ჩვენ ვხატავთ წმინდათა სახეს. იმიტომ რომ აქ უნდა იყოს გასულიერებული გამოხატულება. აი განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე თვალებს. აი თვალები განსაკუთრებით დიდი ზომის არის, ხაზგასმულად დიდი ზომის არის ხოლმე ხატში და ეს სიმბოლოა სწორედ მაღალი სულიერებისა. ხატში არის ხოლმე ესეთი თხელი ტუჩები, ნიშნად ასკეტურობისა, უვნებელობისა. წმინდანებს აქვთ ხოლმე მაღალი შუბლი, რაც არის სიმბოლო იმ ღვთაებრივი სიბრძნისა, რომლის დამტევებიც ისინი არიან. არის ხელები განსაკუთრებით ესეთი ნატიფად გამოისახება ხოლმე წმინდათა ხელები და წაგრძელებული ესეთი პროპორციებით. ესეც ნიშანია საქმეთა უბიწოებისა, იმიტომ რომ ხელი არის სიმბოლო სწორედ იმ საქმეებს, რაც უფლის წინაშე აღვასრულებთ. კიდე არის ესეთი მნიშვნელოვანი აი ყურები მაგალითად ძალიან საინტერესოთ არის ხოლმე ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს მოეჩვენოს რომ რაღაც მხატვარმა არ იცოდა რაღაც როგორ უნდა დაეხატა ყური, იმიტომ რომ დარღვეულია პროპორციები, ფაქტიურად არის ხოლმე ძალიან დიდი ზომის ყურები გამოსახული. ან და გარდა ამისა ეს ყურები ფაქტიურად წინ ხედიდან არის შემოტრიალებული და განსაკუთრებით ხაზგასმულია ხატზე. ამის მიზეზიც ის არის, რომ ესეც სიმბოლურად ნიშნებს, რომ უფლის სიტყვას ისმენს და მორჩილებს ეს წმინდანი. ანუ მთლიანად მისი არსება არის უფლის სიტყვის მორჩილი. საინტერესოა თვითონ აუცილებელი პირობაა ხოლმე, რომ ხშირად არის, რომ ძალიან გრძელი შესამოსელი მოსავთ წმინდანებს, მღვდელმთავრებს და რეალურ ცხოვრებაში შეიძლება მათ არ უნდა უჩანდეთ ფეხები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩანს ფეხები აუცილებლად აი ამ სამოსის ქვეშ. ეხლა ამ ხატზე ჩვენ ხედავთ ღვთისმშობელს, რომელსაც უჩანს ესეთი წითელი ფეხსაცმელები, ესეც არის სიმბოლო იმისა, რომ ღვთისმშობელი არის ზეციური დედოფალი და ტრადიცია იყო, რომ რომში, ბიზანტიაში მეფე დედოფალს მოსავდა ხოლმე წითელი ფეხსაცმელი. მაგრამ ხატში ამას კიდე სხვა დატვირთვაც აქვს, იმიტომ რომ ღვთისმშობელი არის ამ ზეციური სკნელის, ცეცხლოვანი სკნელის მკვიდრია, ღვთის წინაშე დგას და ეს სწორედ ამიტომ მას ფეხზე მოსავს ეს ცეცხლოვანი წითელი ფერის ფეხსაცმელი, რომელიც სწორედ ღვთაებრივი ცეცხლის სიმბოლოა. ასევე ცეცხლის ფერის ფეხსაცმელები აცივად ხოლმე ანგელოზებს, რომლებიც ასევე ღვთაებრივი ძალნი არიან და ცეცხლოვანი სკნელის
კვიდრი. ეს არის საინტერესო ხატი, წმინდა გიორგის, რომელსაც ეს ხატი არის სინას მთის გამოსახულების დეტალი, სადაც ხედავთ, რომ აი ქვედა ნაწილი არის ისეთი მწვანე გამოხატული თავისი ორნამენტებით, ანუ სამოთხის სიმბოლური ასახვაა და აი ამ ნაწილში ფაქტიურად ჩაზრდილია წმინდა გიორგის ფეხები თავისი აი ქვედა ტერფების შესამოთლით. ფაქტიურად ნაწილია იგივე ფერში, ისეთივე შემკული დეტალით და უნებრივად გვახსენდება სამოთხეს შინა ნერგული, ხო? აი ყოველი წმინდანი ფაქტიურად ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ხდებიან ნერგულები აი ამ ზეციურ სამოთხეში. და აი ამის ესეთი სიმბოლური გამოხატვა მოახერხა აი ამ წმინდანმა. ფეხების თან ახლა ისეთი გამახსენდა საკითხავში არის ვნებიშვიდეულის კვირაში ვკითხულობთ, რომ იუდამო მიიღო შენგან უფალს მიმართავს, მიიღო შენგან პური და ისწრაფა ფეხის მოსწრაფებით მიმართა განცემად შენდა. ანუ ფეხიც არის სიმბოლო სად დგას და რა ცხოვრების რა გზას გადის ადამიანი ამ ქვეყნად და შემდეგ რა ადგილს მოიპოვებს იგი უკვე გარდაცვალების შემდეგ. აი ნათლობის დროსაც ხდება ცხება ხო ფეხზე სვლად გზათა მშვიდობისათა, რომ ეს სოფელი ადამიანმა განლიოს ღვთისმადლით, ღვთისთვისათნოთ, სასიკეთოდ. და აი ამის ასახვაა სწორედ იუდასთან საპირისპიროდ, რომ მიმართა უფლის საწინააღმდეგოდ მიმართა ფეხები. აქ შეიძლება გამახსენდეს მთაში არის ესეთი გამოთქმა ხევსურეთში. ბოროტ სულებს ეძახიან კოჭუკ უღმართებს. ანუ მათი სულა მიმართული არა ღვთისაგენ, არამედ უკუღმა ღვთისგან განშორებულები არიან. აი ესეთი სიმბოლური სახეები შეიძლება რაღაცნაირად დაგეხმაროს მერე ხატწერს თვითონ აი ამ გარკვეული კომპოზიციების შექმნისას. არის კიდევ ეს ხშირად ხდება ქალწულთა გამოსახულება სამეფო და სადედოფლო შესამოსლით. ეს ამ შემთხვევაში ეკატერინეს ხატია და იგი მართლაც სამეფო შთამომავლობის წარმომადგენელი იყო, მაგრამ ხდება მარინე, წმინდა მარინე, წმინდა ირინეც, ასევე აი ესეთი სამეფო და სადედოფლო სამოსით. ამ შემთხვევაში ესეთ სიმბოლოა, რომ ესენი ქრისტეს საზულოები არიან. და აღმკულები არიან, როგორც ფსალმუშია სიტყვები, აღმკულდა მშვენიერ და აღმკულ ვითარცა მსგავსება ეკლესიის. ანუ ის ღვთის სახლად არიან ისინი ქცეულები და აი ეს სიმბოლურად ესე აისახება ეს ხატწერაში. გარდა ამისა, ხატწერას ახასიათებს გარკვეული ლაკონურობა, თხრობის ლაკონურობა. და რაღაცა გარკვეული მოვლენიდან ცალკეული დეტალების გამოყოფა, ხაზგასმა და რაღაცა დეტალებზე შეიძლება საერთოდ უარის თქმა. აი ჩვენ რომ გავიხსენოთ ლაზარეს აღდგინების ამბავი, რომელიც არის გადმოცემული სახარებაში, იქ თხრობაში წერია, რომ უამრავი ხალხი ესწრებოდა ამას, იერუსალიმიდან იყვნენ ბევრი ჩასულები და იყვნენ მოწმენი ამ სასწაულისა, რომელიც უფალმა აღასრულა, მაგრამ ხატზე ჩვენ ვხედავთ ვის? მხოლოდ ქრისტეს, ლაზარეს, რომელიც გამოყავთ მსახურებს, მარიამს და მართას და მოციქულთა რამდენიმე მოციქულთა ჯგუფს, 2 ან 3 მოციქულს. ანუ ხატი არის ლაკონური და მხოლოდ იმ პირებს გამოხატავს, ვინც ამ შემთხვევაში ჭირდება და ზედმეტი არ ჭირდება, რომ ზედმეტის გამოსახვამ არ გაფანტოს ჩვენი ყურადღება, არამედ რაც ღირებულია, რაც მარადიულობის გადმოსახედიდან არის ყველაზე მთავარი აი ამ მოვლენაში, რაც უფალმა აღასრულა, აი სწორედ ის უნდა იყოს გამოსახული ამ ხატზე და არა თქვათ ის ყოფითი სცენა, რომელიც რეალურად იყო იქ და აღსრულდა. კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც არის დამახასიათებელი ხატისთვის და ზოგადად ხატწერისთვის, ეს არის დროის ასახვა ხატში.
ჩვენ ვიცით, რომ სასופელოში არ არის დრო, იქ არის მარადიულობა. და ხატი ცდილობს, რომ აი რაღაც გარკვეული ხერხებით, სწორედ აი ეს გადმოცემული იქნეს აისახოს ხატწერაშიც. ხატზე ფაქტურად გამოსახულია არა წარმავალი დრო, არამედ აქ არის შემოკრება, ეს ჟამთა შემოკრებას ეძახიან, ან უჟამო ჟამია, როდესაც სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ადგილას ასრულებული მოვლენები შეიძლება იყოს გაერთიანებული. აი მაგალითად შობის დროს ჩვენ ვიცით, რომ წყებს დახარება სხვაგან მოხდა, შემდეგ მოხდა თაყვანისცემა, უფრო მოგვიანებით მოხდა. ეხლა ჩვენ ხედავთ მაცხოვრის შობის ხატს, სადაც გაერთიანებულია ფაქტურად ეს მოვლენები, მაცხოვარი მაცხოვრის შობა ბაგაში, იქვე არის მეორე მაცხოვარია ფაქტურად გამოსახული, რომელიც განიბანება. Აქ ხედავთ ანგელოსთა ჯგუფს, რომელიც განადიდებენ უფალს, ხედავთ მოგვებს, რომლებიც მოდიან მის თაყვანისაცემად და ასევე ხედავთ მწყემსებს და არის ასევე კუთხეში მჯდარი იოსები, რომელსაც იოსების განკვირვება შეიძლება უწოდოთ, ეს აღწერილია იაკობის სახარებაში, ეს არ არის ესეთი კანონიკური სახარება, აპოკრიფული ძეგლია, მაგრამ შეწყნარებულია ეკლესიის მიმართ და იქ არის სწორედ ეს აღწერილი იოსების განკვირვება, როდესაც მან იხილა ეს როგორ გაჩერდა სამყარო, როდესაც აი ამ წარმავალ რეალობაში მარადიულობა დაიბადა უფლის სახით. აი ესე გამოისახება ხოლმე ესეთი დამჯდარი ამოდებული იოსები, რომელიც ჭრեց აი ამ მოვლენას. კიდე საინტერესოა აი ამ ჟამთა შემოკრების მხრივ, რომ გავიხსენოთ უფლის ამაღლების ხატი. უფლის ამაღლების ხატში აუცილებლად გამოიხასახება პავლე მოციქული. ჩვენ ვიცით, რომ პავლე მოციქული არ იყო 12 მოციქულთა შორის, ის გაცილებით უფრო გვიან შეუერთდა მოციქულთა დასს და ამიტომ ის არაფრით არ იქნებოდა გამოსახული, აი ამ დროს არაფრით არ იქნებოდა ამ მოვლენის მომსწრე. მაგრამ რა არის გამოსახული ამაღლების დროს? ქრისტე ამაღლდა ზეცად და დედამიწაზე ტოვებს მიწიერ ეკლესიას. აი ამ მიწიერ ეკლესიის გამოსახვა პავლე მოციქულის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ პეტრე და პავლე არიან თავნი მოციქულთანი. და ეს ყველა ხატში, სადაც თქვენ ნახავთ უფლის ამაღლების სცენას, ქვევით მოციქულთა ჯგუფში აუცილებლად იხილავთ სხვა მოციქულებს შორის პავლე მოციქულს. აი ამავე პრინციპით და ამავე მიზეზით ხდება პავლე მოციქულის გამოსახვა ასევე სულთმოფენობის ხატში. სულთმოფენობა არის ეკლესიის დაფუძნების ხატი, როდესაც ღვთის მადლი სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულებზე და დაარსდა ეკლესია და ამ შემთხვევაშიც ეკლესიის თავი პავლე პეტრესთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული ამ ხატზე. კიდე ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც შეიძლება ეხავე ავხსნათ სულთმოფენობის ხატზე, არის ხოლმე გამოსახული ქვევით სამეფოს შესამოსელში წარმოდგენილი კაცი გვირგვინით და სამეფო სამოსით შემკული და აწერია ხოლმე მას სახელად კოსმოსი. რას ნიშნავს ეს გამოსახულება და რა შუაშია მისი გამოხატვა ეს სულთმოფენობის კომპოზიციაში. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამი დაეცა, მან დაკარგა ის პატივი, რა მიზნითაც ის იყო შემკული ღვთისაგან, ის იყო ქვეყნიერების მეუფედ დაადგინა ის უფალმა და როდესაც ადამი დაეცა და შემდეგ უკვე მისი მოდგმა, ფაქტურად დაკარგა ადამიანებმა დაკარგეს ეს სამეფო პატივი. და ეს სულთმოფენობის დღესასწაულით სწორედ მოხდა აი ამ სამეფო დაკარგული პატივის აღდგენა, რომელიც უკვე გამოხსნილ უფლის ჯვარცმით და უფლის სიკვდილით და მკვდრით აღდგომის შემდეგ გაეხსნა ისევ გზა ადამიანებს სასუფევლისაკენ და ის დაკარგული მადლი, პატივი, სამეფო პატივი
ისევ აღუდგათ. აი ამას გამოსახავს ხოლმე სწორედ ეს კოსმოსი, იკურთხა ადამიანის სახით, ფაქტურად იკურთხა მთელი სამყარო და მთელი კოსმოსი. ჩვენ შევეხებით ასევე ისეთ საკითხებს, როგორიც არის რიტმი ხატში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. ფაქტიურად ხატი არის ისეთი, ხატში ფიგურები არის უმეტესად სტატიურად გამოსახული, მაგრამ ეს არ არის ისეთი უმოძრაობა, არამედ არის გარკვეული რიტმი, გარკვეული სწრაფვა და ეს სწრაფვა არის ღვთისკენ მიმართება. ეს გამოისახება როგორც ჟესტიკულაციაში და ხელების მიმართებაში უფლისკენ, ასევე დრაპირების, სამოსის დრაპირების ხაზებში, ფიგურათა ერთმანეთთან მიმართებაში და დგომაში, მათ რიტმულობაში, ზოგჯერ თმის ვარცხნილობის, აი ხაზების მიმართულებაშიც კი, აი ყველაფერი ფაქტიურად უფალს განადიდებს, აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი მის მიერ და მისა მიმართ დაებადა, ამიტომ აი ფაქტიურად ხატში რიტმს, ხაზს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ფაქტიურად ამაზე დგას სწორედ ეს ის რომ ხატი არ უნდა იყოს მოცულობითი, არ უნდა იყოს სამგანზომილებიანი, აი ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ აი რა კონტექსტში ვიყენებთ ჩვენ აი ამ რიტმს და როგორ ვიყენებთ აი ამ ხაზისა და კონტურის მნიშვნელობას. ჩვენ შემდგომ გადაცემებში ვისაუბრებთ პერსპექტივაზე, სივრცეზე და შემდეგ უკვე ფერისა და ხაზის სიმბოლიკაზე. დღეს კი ამით გემშვიდობებით.